მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა შეკრება ზუსტად 6 საათიდან დაიწყეს. რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ამ ტერიტორიაზე მობილიზებული, ერთი კითხვის გარშემო იყვნენ. დღეს მოქალაქეები გაერთიანებული, რა ნივთიერებით მოწამლა ქართველი ხალხი ქართულმა ოცნებამ, რადგან BBC-ს სკანდალური გამოძიების შემდგომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები, რომ იცოდეს რა ნივთიერებით არიან ისინი მოწამლულები და ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ კობახიძე არის სწორედ ის პირი, რომელსაც შეუძლია რომ გასცეს ნებართვა იმის შესახებ, რომ გაასაჯაროვონ ის დოკუმენტი, სადაც ეწერება ამ ნივთიერების სახელწოდება. თუმცა ამ დროის განმავლობაში, როგორც ჩანს, ქართული ოცნება არ აპირებს ამ დოკუმენტის გასაჯაროვებას. რამდენიმე დღეა ჩვენ მართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან განსხვავებული ვერსიები გვესმის, თუმცა ამ ვერსიების აქ მყოფ ადამიანებს არ ჯერათ, ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება. მამუკა მდინარაძის უწყება და გელაგელაძის უწყება ამ საქმეს ვერ გამოიძიებს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც არიან დამნაშავეები, საკუთარ თავს ბრალდებას ვერ წარუდგენენ. ამას ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იდგნენ მაშინ, როდესაც მართლმა პარტიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რამდენიმე წუთის წინ უკვე აქციის მონაწილეება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან გადმოინაცვლეს, იქ სადაც უწყვეტი პროტესტის 373 დღე მიმდინარეობს. რა შეიძლებოდა გაეკეთებინა მთავრობას ამაზე უარესი რაც გააკეთეს. ალბათ ამაზე უარესი მხოლოდ ის იქნებოდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი აეღოთ და პირდაპირ ტყვიები დაეშინათ. მათ საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ეს არ არის შეთხზული და მოგონილი. ჩვენ იქ მდგომმა მშვიდობიანმა ადამიანებმა, მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ ამ ქიმიური იარაღის მავნებლობა და ჯანმრთელობის პრობლემები დღემდე ვებრძვით. საერთაშორისო სტანდარტებითაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. აი აქაც მაქვს დაწერილი კონსტიტუციის მეხუთე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ისინი არათუ ზრუნავენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებენ. რატო ეშინია რეჟიმს ამ საკითხის, ხო? ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იციან რომ დააშავეს, იმიტომ რომ იციან რომ მათ რაღაც არაკანონიერი გამოიყენეს და ახლა ცდილობენ რომ ეს შეფუთონ რაღაც სხვა გზავნილით. არ ვიცი მე ალბათ მათ არ ექნებათ ნება რომ გამოძიება ჩაატარონ და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოძიება, თუმცა მანდაც უნდა ითანამშრომლონ ალბათ რაღაც დოზით და საერთოდაც მე ვფიქრობ, რომ მთავრობა რომელიც გწამლავს და პასუხს ვერ გეუბნება რითი მოგწამლა და აბრალებს 13 წლის წინ გაშოულ ხელისუფლებას ან კიდევ უფრო ადრინდელს, თუ ასე არაფრის მართვა არ შეუძლიათ, არაფერზე კითხვაზე პასუხი არ აქვთ და ასევე თავის ხალხს არ ელაპარაკებიან, რაზეც არიან ანგარიშვალდებლნი, მაშინ წავიდნენ რა. ქართული ოცნების ხარდამჭერები ვერ გაიგებენ თუ რა სახის მენტალური და ფიზიკური ტკივილი განიცადეს აქციის მონაწილეებმა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი უბრალოდ არ ყოფილან იქ აქციაზე და შესაბამისად არ იციან რა განიცადეს ამ ადამიანებმა და მას შემდეგ რა ესე ვთქვათ პროცედურები გაჰყვათ თან. ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ საერთაშორისო გამოძიება ელემენტარული იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რეალურად მოწამლეს თუ არ მოწამლეს. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით და იმ ადამიანების შესაბამის პასუხისგებაში მიცემით, რომლებმაც გასცეს ბრძანება, რომ ქიმიური იარაღით მოეწამლათ საქართველოს მოქალაქეები, ხვალ ზუსტად 7 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზთან დაიწყება შეკრება. მოქალაქეები სწორედ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებენ შეკრებას და ამის შემდგომ უკვე გადმოინაცვლებენ საკანონმდებლო ორგანოსთან. ის ადამიანები, რომლებიც ხვალ დიდ საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბებიან, იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ ქიმიური მედიკამენტების შემდგომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აღენიშნებათ. ისინი ამბობენ, რომ აუცილებლად მიმართავენ ყველა შესაბამის უწყებას იმისათვის, რომ შესაბამის პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელმაც გასცა ბრძანება, რომ ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოეყენებინათ.